მოგესალმებით. პირველ რიგში სანამ უმრავლესობის ხდომის დეტალებზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოგახსენებთ, მინდა კიდევ ერთხელ გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ოჯახებს მთელ საქართველოს მიუსამძიმრო და უდიდესი მწუხარება გამოთქვა იმ ტრაგედიის გამო, რაც ბათუმში განვითარდა. და თუ კი არსებობს სანუგეშო სიტყვები მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მათ რამენაირად გვერდით დაუდგეთ ამ უდიდესი ტრაგედიის დროს. რაც შეეხება დღევანდელ უმრავლესობის ხდომას, როგორც მოგეხსენებათ, ყოველ ორშაბათს, როდესაც სასესიო კვირაა, ორშაბათობით იმართება ხოლმე უმრავლესობის ხდომა და შემდეგ მოგახსენებთ ხოლმე დეტალებს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ამ ხდომაზე მიიღება ხოლმე. პირველ რიგში დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელმა ხდომამ, უმრავლესობამ, უпроსტად დღევანდელ ხდომაზე დაადასტურა, ჩვენი გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ხალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე 2007 წლის აპრილის თვეში. მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება ფარას ამერიკული კანონი, რომელთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობეთ, მედიის კანონი, რომელიც ძირითადად ფეიქ ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული, ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას, NGO-ების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება მინიმუმ თვენახევარი და შესაბამისად ამ ვადისა მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე ბევრი კითხვა ისმება ხოლმე იმ კანონთან დაკავშირებით, რომლის გაცილებით რბილ თუ გამარტივებულ ვერსიას 2 წლის განმავლობაში საქართველოში მოყვა უდიდესი ვნებათა ხელვა, ეს იყო და ეს არის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ჩვენს მიერ და თქვენ ნახეთ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს ამბავი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვასაც კი ცდილობენ და არათუ პროტესტი, არამედ ფარას კანონის დაინიცირების ჩვენს მიერ გახმოვანებულ ამბავს იგნორის კი მოყვა ჩვენი ოპოზიციური, უბრალოდ აგენტურული პარტიების თუ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ქუჩაში აპროტესტებდნენ მისი გაცილებით მარტივი ვარიანტის მიღებას. ფარას დაინიცირებას, შემდეგ მიღებას და შემდეგ კი აღსრულებას აქვს რა თქმა უნდა პირველ რიგში სამართლებრივი და ასევე არ დაგიმალავთ და ერთგვარი ქვემიზანის კი საუკუნის აფიორის მხილებისა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა გაიგონ რამხელა სიცრუე შესთავაზეს და თავს მოახვიეს მათ 2 წლის განმავლობაში. 2 წელი ადამიანებს, ჩვენი საზოგადოების წევრებს აძახებინეს არარუსულ კანონს, კამპანიური ხასიათის იყო ეს ძახება, ასე ვთქვათ, როდესაც რეალურად ამერიკულ კანონზე და მის გამარტივებულ ვერსიაზე იყო საუბარი და ამიტომ არის, რომ ჩვენ სიტყვით თარგმნით ამერიკული კანონი, სიტყვით ხაზგასმით ვამბობ და მომდევნო დღეებში დაინიცირდება ამერიკული ფარას სიტყვით ათარგმნი ვერსია. და მეორე, სამართლებრივი და მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, აქვს ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული რა თანხები, რა ხმარდება და არ მოხდეს ისე, რომ მაგალითად USAID-ის
41.7 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც მაგალითად 15 მილიონი ამერიკული დოლარი ახალგაზრდული მიმართულებით დაიხარჯა, ხმარდებოდეს რევოლუციურ მიზნებს ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს საზოგადოებას. ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ თვითორგანიზებულ და გულწრფელი პროტესტის მონაწილეა, მაშინ როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა საქართველოში. ამიტომ ჩვენ მივიღებთ ფარას ამერიკულ ვერსიას, უბრალოდ ამერიკულ ვერსიას გამჭვირვალობის კანონისა და ამისთვის ჩვენ გვექნება არსად დავშქაროთ და ჩვენ გვექნება თვენახევარი. და სხვა კანონებსაც, რომლის ინიციატივაც დავაყენეთ. წინა ბრიფინგზე მე ვიყავი ამის მომხსენებელი თქვენს წინაშე საზოგადოების წინაშე და მომდევნო კვირიდან უკვე აქტიური მუშაობა დაიწყება ამ კანონპროექტების საბოლოო სახის მინიჭებაზე, ასე ვთქვათ. გისმენთ. მოგესალმებით, ანუ კიჩხეკვაძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო მამუკა, რამდენიმე კითხვა მექნება საგამოძიებო კომისიით დავიწყებ და პირველი ნაწილი იქნება ომის ნაწილი. დღეს რამდენიმე დეტალი გამოიკვეთა, კონკრეტული სახელები და გვარები დასახელდა. ასევე ვნახეთ, რომ საიაზე იყო საუბარი, რა მოლოდინები გაქვთ, რას მოგცემს ეს გამოძიება ომის ნაწილზე. თქვენ ნახეთ, რომ საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად უწყებების ხელმძღვანელ პირებს თანამშრომლებთან გადაწყვიტეს გასაუბრება პირველ რიგში გარკვეული მიმართულებები აეღოთ და აქაც კი მათ მონათხრობშიც კი უდიდესი მავნებლობა გამოიკვეთა წინა რეჟიმებისა. აქ ომთან დაკავშირებით იყო საუბარი, დღეს ნახეთ, ჩამორთმეულ ქონებებთან იყო დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ემოციის გარეშე უწყებების თანამშრომლებსაც კი ვერ უსმეს ადამიანი, მაშინ როდესაც ჩვენ მაგალითად რამდენიმე ათეული მოკლული ადამიანი შეიძლება ესე ჩამოთვალოთ ზეპირად და გაგვიჭირდეს, მაგრამ ასეთები იყვნენ ასეულობით. და ამ რეჟიმის წარმომადგენლები დღეს ვიღაცას რაღაცაში ამონათებენ. რამდენად მძიმეა მათი წარსული, ატყობს და მომავალიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ასე პოლიტიკური შეფასება გავაკეთოთ, მაგრამ მეორეა სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად მძიმე წარსულის ადამიანები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებას და სახელისუფლებო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, რომ კიდევ უარესი გააკეთონ, იმიტომ რომ დამერწმუნეთ ძალიან ნანობენ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას. აქედან გამომდინარე, უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომისიამ გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცით, გამოკვეთოს საერთო ჯამში რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 2012 წლამდე, თავისი სახელი დაარქვას და ხშირად ვახსენებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ ნიურნბერგის პროცესზე გამოიკვეთა და სახელი დაერქვა, ასე ფაშისტები რას აკეთებდნენ, ცალკე აღებული ბევრმა და ყველაფერი იცოდა შეიძლება. მაგრამ ბევრიც შეიძლება რაღაცამ არ იცოდა. როდესაც თავისი სახელი დაერქვა ყველაფერს, მათ შორის ამ ყველაფერს მიეცა წინა პერიოდის გამოცდილებით, აგერ გერმანიის მაგალითზე, სამართლებრივი შეფასება დღეს ალბათ რბილად ვთქვა და გაუჭირდება ვიღაცას პარტიის შექმნა, რომლის ფაშისტურ მიზნებზე ილაპარაკებდა ვინმე. ამას ყველა ერიდება და ბუნებრივად შეუძლებელი ამის გაკეთება როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად და ასე შემდეგ. ასეთივე სწორი სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლების აგერ ქართველებს ასეთ ერთი კარგი სიტყვა გვაქვს, ყელყელაობენ დღეს და მორალზე და რაღაცებზე მიუთითებენ სხვებს.
ასევე საუბარი იყო დღევანდელი კომისიის ფარგლებში არჩევნების ნაწილზე და აქაც რამდენიმე დეტალი გამოიკვეთა, მაგალითად ის, რომ ოლქები იქმნებოდა ისე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა, ასევე წინა ხელისუფლების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პირადად იბარებდნენ ამ მომრჩევლებს, ხდებოდა დაშინება, ასევე მაგალითად იყო მოყვანილი სატელევიზიო ანძების დაპატიმრება. ამ კუთხით რას გვეტყვით, როგორ შეაფასებთ? ხათაშორის რამდენიმე დეტალი ამოვარდა ისეთი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საზოგადოების 99%-ს არც კი ახსოვდა. მეც არ მახსოვდა მაგალითად ისეთი დეტალები ამოვარდა, თუმცა ეს არ არის ყველაზე უარესი დანაშაული, რაც ნაციონალურ მოძრაობამ ჩაიდინა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და ადამიანები, რომლებიც ასე უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, საერთოდ აღარ ატარებდნენ იმ ოლქებში არჩევნებს. ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყავდა. უბრალოდ ასე ამბობენ. არ არის სულ კანონს, არჩევნები გაყავდა და 1000 სისულელეს ისე რომ მტკიცებულებები კი არა, არგუმენტის მტკიცებულების გარეშე, არგუმენტი ხო არ არსებობს, მაგრამ არგუმენტის კი ოდნავ სერიოზული არ აქვს. და ის ხალხი ლაპარაკობს ამაზე, ის ხალხი გაბრალებს ამ ყველაფერს, იმ ხალხს ვთხოვთ ჩვენს ამ არასერიოზულობაში ვართ ამავე დროს ჩვენ შესულები პრაქტიკულად, რომ ჩვენ იმ ხალხს ვთხოვთ 300,000 ხმის გაყალბებასთან, ეს ვირტუალურ გაყალბებასთან, მოდელირებულ გაყალბებასთან, მათ ტვინებში მოფიქრებულ გაყალბებასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, რომლებიც ოლქებს აუქმებდნენ და მე აღარ ატარებდნენ უბრალოდ. გახსოვთ ხო 2008 წელს არჩევნები, ბევრს ახსოვს ალბათ, პრეზიდენტის არჩევნები უბრალოდ ასე გადაწერეს თავის შუაზე და ლევან გაჩიცილაძე იყო პრეზიდენტი. და მაინც მიხეილ სააკაშვილი გახდა. აი ამის ავტორები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რაღაცებს ლაპარაკობენ და ლეგიტიმაციას გვიწუნებენ ჩვენ აქ. და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არაფერს წარმოადგენენ. მათი პატრონები ავალებენ ამას. უფრო დიდი ფიგურები და ძალები არიან ამაში ჩართულები. და ამ ძალებსაც უნდა ვუთხრათ ჩვენ, რომ ამ ქვეყანაში თავის სახელი ერქმევა ყველაფერს. მტკიცებულების გარეშე. აი ესე მოგაფრინდება თავში, რომ ეთქვიან და დააბრალებ ვიღაცას რაღაცას და გაყალბებული არჩევნები იძახებ. ამას მტკიცებულება ჭირდება. მტკიცებულებები გაინტერესებთ? აგერი ნახეთ, როგორ უნდა შეიქმნას მტკიცებულებები. იმიტომ რომ მტკიცებულება ვერ შეიქმნება იმაზე, რაც არ არსებობს, მაგრამ რაც არსებობს, აგერ დღესვე ამოვარდა ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც არ თუ გაყალბებას სისტემურ დანაშაულს ამ მიმართულებით ადასტურებდა, თუმცა 10,000 ჯერ რთული მოსასმენი ამბები გველოდება ალბათ წინ, იმიტომ რომ ასეც არ ერიდებოდნენ. ოპოზიცია ტრაგედიების სპეკულაციას აგრძელებს და ახლა მათი სპეკულაციების მთავარი საგანი არის ბათუმში მომხდარი უმძიმესი ტრაგედია. ნახეთ ჩვენ მათი განცხადებები, რაზე მიუთითებს თქვენთვის მათი ისმედება? რაზე მიუთითებს ერთია და მეორეა სპეკულაციის ხარისხი და სიძინძურის ხარისხი ამაში სად იკვეთება, იცით? მე ამასთან დაკავშირებით Facebook პოსტიც დავწერე. მე არ ვამბობ და შეიძლება ჩემი მხრიდან გასაკვირიც იყოს ეს ამის თქმა, მაგრამ ზედმი წევრით რომ დავიცვა ობიექტურობა, მე არ ვამბობ რომ არ უნდა მოიძიო თუ რამე იყო ისეთი, თუ რაიმე იყო ისეთი, რამაც შეიძლება და რასაც შეეძლო კიდევ უფრო სწორად ასეთი შედეგის თავიდან აცილება. უნდა მოიძიო და ბოლომდე უნდა ჩაყვე. ოპოზიციაც, ჟურნალისტიც, გამოძიებაც ყველას ვალდებულება. თუ ასეთი იყო, რა თქმა უნდა, თუ არ იყო, არ უნდა მოიგონო, თუ იყო, უნდა მოიძიო ბოლომდე. ყველას ვალდებულება. მაგრამ როგორც კი შენ აპრიორი თავიდანვე იგონებ ამბებს, ხან ჯარცე წავიდნენ იგონებ, იტყუები, ხან იქ მშენებლობა მიმდინარეობდაო, ხან საძირკველი იყო გაჭრილიო და იქ ჩავარდნენ და ეს ცხრილი იყო, რომ იგონებ, უკვე კარგავ. ადეკვატურობას კი არა. მორალურ უფლებასაც კი საერთოდ ამ თემას შეეხო. ამ ხელა ტრაგედია მოხდა და პირველ წუთებში ამ ტრაგედიიდან დაკავებული ხარ იმით, რომ რაღაცა მოიგონო, რომ შემდეგ ვიღაცას რაღაცა დააბრალო. ჩაყევი ბოლომდე, ვინმეს არ ეგონოს, რომ ან მე, ან სხვა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი უკრძალავდეს ვინმეს ამბის გამოძიებას, მოძიებას, მოკვლევას, სამართალდამცავმა თავის საქმე უნდა გააკეთოს აქ და კრიტიკოსმა თუ ამისი თან ლეგიტიმაციას გააჩნია, მით უმეტეს მედიის წარმომადგენელმა ყველაფერი უნდა მოიძიოს. მაგრამ როგორც კი შენ აბრალებ, ესე იგი შენ სიმართლე კი არ გაინტერესებს. შენ უმძიმესი სათქმელი, მართლა უმძიმესი სათქმელი, მაგრამ
ამ ბავშვების ბედი კი არ გაინტერესებს. და რაც მოხდა ეს კი არ გაინტერესებს. შენ გაინტერესებს ვინ დააზიანო ახლა ამით. ეს დასაზიანებელია თუ არ არის დასაზიანებელი, შენ გაინტერესებს მოიტყუო და ტყუილით რაღაც გეგმები რო ჩაგივარდა, USAID-მა თავისი $10 მილიონი რომ ვერ უზრუნველყო, ისეთი უნიათო ხარ. შენი ამ ბინძური გეგმების აღსრულება, ამ გეგმების გაცოცხლებას, ამ ტრაგედიით აპირებ. ეს არის საშინელება. თორემ ვინმე უკრძალავს იმას რაღაც მოძიებას და სიმართლეს ლაპარაკს, ტყუილს ნუიძახი. აი ამაშია მთელი უმორალობა ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის და ზოგიერთი მედიის წარმომადგენლს რომ უწოდებს თავის თავს. ერთსაც ვიკითხავ, უფრო და უფრო მეტ საუბრობენ, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, უცხო ქვეყნის ინტერესებზე, უცხო ქვეყნის ჩარევებზე, USAID-ის მაგალითზეც ისაუბრეთ თქვენ და ამ კუთხით საქართველოში განიხილავენ კანონპროექტს გრანტების შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პარალელების ფონზე ეს კანონპროექტი? მთელმა მსოფლიომ დღეს დაინახა, რომ არსებობს ამ მსოფლიოში ერთი ღირსეული, პატარა, მაგრამ ძალიან ღირსეული და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო გაბედა და მოახერხა ყველაზე წინ და ყველაზე პირველს, ეთქვა ის სიმართლე, რასაც 3 წლის შემდეგ ლაპარაკობენ თავად ამერიკელები. ეს არ იყო მარტივი ამბავი და მარტივად გადასატანი ამბავიც არ იყო ამ ქვეყნისთვის. მე მარტო ხელისუფლებას და ქართულ ოცნებაზე ამ შემთხვევაში კი არ ვლაპარაკობ, სადაც შეიძლება სუბიექტური იყო და გასაგებია. მაგრამ საქართველოს თავის ხელისუფლებით, თავის ხალხით, თავის ამომრჩევლით, თავისი ლიდერებით შეძლო, რომ ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც 1-2 ქვეყანა გაყვრით თუ ბედავდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ სიმართლის თქმა შეუძლია ჩვენი საზოგადოებისთვის და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსთვის, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვან ევროპულ ნაწილში ჯერაც კიდევ ამ სიმართლეს ისეთი გაჭრა არ აქვს, როგორც უნდა კონდეს და როგორი გაჭრაც ასე დავარქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ხალხმა, ამერიკელმა ხალხმა აირჩია ხელისუფლება, რომელმაც ამ სიმართლეზე ლაპარაკი გადაწყვიტა თავად. USAID-ზე გრანტებით დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარეზე ჩვენ რო ლაპარაკობდით, მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იყო. დღეს რჩება Deep State-ის გავლენის ქვეშ დარჩენილი ევრობიუროკრატები, რომლებიც ასე ერთმანეთს ელაპარაკებენ. Deep State-ის გავლენის ქვეშ დარჩენილი ადამიანები საქართველოსდან თუ ევროპის ქვეყნებიდან, ზოგი ბიუროკრატი დღესაც თანამდებობაზე ყოფი, ზოგი ყოფილი საქართველოსდან, მათ შორის იქაც ზოგი ყოფილი, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ანუ აგენტურა ერთმანეთს ელაპარაკება, ამხნევებს და ერთმანეთს უწევს მორალურ, პიარულ დახმარებას, რომ მათ თავიანთ ქვეყნებში ის ძველი მავნებლური ბრჭყალებში სიმართლე და რეალურად დიდი ტყუილები ისევე განავრცონ. ეს საქართველოში მაშინ არ გამოვიდა, როცა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ჰქონდათ და მათი ლიდერების. ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ვერბალურ დონეზე და ახლა მით უმეტეს არ გამოვუვათ, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ამაყი იმდენად, რომ ის იყო მოწინავე ამ საქმეშიც კი. მთელი სოფლიოს მასშტაბით. გამარჯობა, ტელეკომპანია რუსთავი 2, თამთა ჩიტიშვილი. მე მინდა გითხოთ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. დღეს მთელი დღის განმავლობაში გახარია და მისი გუნდი აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო მმართველ გუნდს ადანაშაულებს და რა იქნება ამ ბრალდებაზე თქვენი პასუხი? ესე იგი, როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რო გითხოთ. და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ასე ძახიან ტიტუშკოვა. ორმაგი სტანდარტი ხო არ არის? უფრო მეტი მეტმაგი სტანდარტია, ვთქვათ, აკადრბილად რომ ვთქვათ. ხა მე რომ გითხრათ, რომ გადასარევი და მისაღები ფორმაო დამიჯერებთ, ჩემთვის მე ასე ვფიქრობო? არ არის, რა თქმა უნდა, ეს მისაღები ფორმა ნამდვილად. ხა მანამდე 2 ახალგაზრდა თუ 3 ახალგაზრდა არ ვიცი რამდენი ხმა ისმოდა იმ ვიდეოში გოგონა რომ რაღაცას ეუბნება ის გასაგებია, მაგრამ შემდეგ რაღაცა საგნების სროლა შეიძლება არ იყოს. მისაღები ნამდვილად და არ არის მისაღები. თუმცა უნდა ჩამოვყალიბდეთ ქართული ოცნების თანამდებობის პირის თუ
თუ რომელიმე მომხრის თუ წარმომადგენლის მისამართით მისაღები ფორმაა გახარიას წინააღმდეგ, რომელიც რეალურად დადასტურებულად მოღალატია ნამდვილად და არა მათი ინტერპრეტაციით არ არის მისაღები. მე ვამბობ, რომ აი ესეთი დონის მოღალატესაც კი კვერცხი არ უნდა ესროლო. უბრალოდ ფორმა არ არის შეიძლება მხოლოდ გადასარევი. და სხვა ფორმით შეიძლება ჯობდეს გამოხატვა შენი პროტესტისა. მაგრამ ჩამოყალიბდნენ მისაღები რა არის და მივიღებული. როცა უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგალითად ბათუმში ამაზე კიდევ უარეს 1 და 2 წლის წინ ქართული ოცნების საკრებულოს უმაღლეს საბჭოს წევს ის აპლოდისმენტებს იმსახურებდა და ეს თავდასხმაა და უნდა დაიჭირო ნახევარი საქართველოს მისთვის და ოღონდ ეს რაღაცა პიარის ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდებით რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ადანაშაულებს ამაში მეტი მისი სწორი არ არის ჭყალებში რა თქმა უნდა ეს უკვე იმდენად გაწვდა მისი თანაგუნდელების თანარჩენი გახარების მხრიდან რომ უკვე საზოგადოება სასაცილოდაც არ ყოფნის არავის აინტერესებს მისი რაღაც დამცირება ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით მეც ვეღარ დაამცირებ გახარიას უფრო დამცირება ჩემი აზრით შეუძლებელია და ამიტომ მოვუწოდებ იმ ადამიანებს ვინც მის მიმართაც გამოხატავენ პროტესტს რომ ამ ფორმით ნუ გამოხატავენ იმიტომ რომ ისევე მე გამოდიან რაღაც წამებულების რანგში გამარჯობა ტელეკომპანია პოზიტივი ბორენა ონიანი მაინტერესებს ხვალ საუდის არაბეთში იწყება მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის და თქვენი მოლოდინი როგორი იქნება ცოტა რთული კითხვა და ამის მოლოდინთან დაკავშირებით მე შეიძლება რაღაცა პროგნოზები მქონდეს მაგრამ არ მგონია რომ რელევანტური იყოს ახლა მე ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკო ფაქტია რომ ძალიან დიდი და გლობალური მოვლენების მონსტრები ვართ ფაქტია რომ სოფლიოში არის ცურები რომელიც ახალ სოფლიო დღის წესრიგს შექმნის და ჩვენ აქ კონცენტრირდებით რაღაცა დეტალებზე და საერთოდ გვავიწყდება ხოლმე დიდზე დიდი გამოწვევები რომელიც ამ ახალმა გადანაწილებამ თუ ახალმა სოფლიო დღის წესრიგმა შეიძლება შეგიქმნას შეიძლება გაჩნდეს გამოწვევები იმასთან დაკავშირებით რამდენად საქართველო იქნება აქტიური თანამონაწილე და აქტორი ამ დროს ძალიან ცუდ რამეს ვამბობ ერთი მხრივ მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხით მინიმალურ დონეზე როგორც მინიმუმ ასე ვთქვათ შევძერით რომ ძალიან რთულია დღეს ილაპარაკო საქართველოზე ქართველების გარეშე ქართველებში იმ ხალხს არ გულისხმობ რომელიც აგენტურას წარმოადგენენ და თავისი პატრონების დავალებით რასაც გინდათ იმას გააკეთებენ ქართველებში გულისხმობ ქართულ საზოგადოებას და მისი უმრავლესობის ნებით და უმრავლესობის მიერ ქართულ საზოგადოების მიერ არჩეულ მის ხელისუფლებას წეღან რომ საუბრობდი იმაზე რომ ჩვენ შევძელით 2 და 3 და რიგ შემთხვევაში 4 წლით ადრე გველაპარაკა იმაზე რასაც დღეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი პირი საუბრობენ ამან მხოლოდ სიამაყე კი არ მოგვარა ამან შექმნა მეტი გარანტია იმისა რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ვერ მიიღონ სხვაგან შეიძლება ამის მცდელობებიც იყოს მაგრამ თუ ქართველი ერი დადგება ერთად დაინახავს ვინ მტრობს ვისი დავალებით მის ეროვნულ ინტერესებს ქართულ ინტერესებს ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მაგრად შევძლებთ რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ჩვენ ამით ძალიან წინ ვართ ქვეყნებს ასეთი ფუფუნება დღეს არ გააჩნიათ სუვერენიტეტის ეს ხარისხი არ გააჩნიათ რომ გამოვიდეს მათი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებები რთულია რომ სხვაგან მიიღონო ყველაზე მთავარი ჩემი აზრით რო ჩემი სუბიექტური აზრია და არ მგონია რომ ვწდებოდი ყველაზე მთავარი ამ турბულენტობის დროს ამ დაძაბულობის დროს რასაც საქართველოს და მისმა ხელისუფლებამ მიაღწია არის ის რომ ჩვენი სუვერენიტეტის ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებით როგორც მინიმუმ ძალიან პესიმისტურადაც რომ შევხედოთ ამ ყველაფერს ამ დიდი გადანაწილების თუ რაღაც გლობალურ სხვა საკითხებს რა დღეს ესე ჩანს ხელის გულზე და თანამედროვე სამყაროში თანამედროვე სოფლიოში ხდება წესით რიგით როგორც ვიტყვით ხოლმე და უდიდესი
ალბათობით და უფრო მაღალი გარანტიით ვიდრე ოდესმე ბოლო 10 წლების განმავლობაში ვერ გადაწყვეტენ ქართველების და საქართველოს ხელისუფლების გარეშე. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა გვინდა. ჩვენ გვინდა ის რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ანუ დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ქრისტიანული, ევროპული, ტრადიციული იდენტობაზე ორიენტირებული და შენი ეროვნული იდენტობის გადარჩენაზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა ვინმეს მსახურება.